სახელითა მამისათა და ცისათა და წმინდისა სულისათა ამინ. ზმანო და დანო, ჩვენ რამოდენიმე კვირა გაგვიჩნდა სხვადასხვა მიზეზის გამო და ვერ წარმოთქვით გადაგება და თუ გახსოვთ ჩვენ როცა დასრულდა მარხვა პეტრე პავლოვისა ვთქვით რომ ვისაუბრეთ პავლე მოციქულის შესახებ. პავლე მოციქული იცით თქვენ არის თავ მოციქული ყოველ კვირას იკითხება მისი ეპისტოლებიდან ფრაგმენტი. ჩვენ ვიცით ასევე რომ ახალი აღთქმის უმეტესი ცნება გადმოცემულია პავლე მოციქულის მიერ. ქრისტეს ცნებები პავლე მოციქულის პირით გამოთქმული, ამიტომ არის რომ ყოველ კვირას იკითხება პავლე მოციქულის ეპისტოლეები და უმეტესი ნაწილი ზმანო და დანო ახალი აღთქმისა საქმე მოციქულთა. ეს არის თითქმის ყველაზე დიდი წიგნი ახალი აღთქმის და ეს არის თითქმის პავლე მოციქულის ცხოვრების აღწერა და მოღვაწეობის. ასევე ყველაზე მეტი რაოდენობრივად ახალ აღთქმაში არის ესე იგი ეს პავლეს ცხოვრება და პავლეს ეპისტოლეები. ასე რომ პავლეს მნიშვნელობა საოცარი წმინდანის უდიდესი მნიშვნელობის არის და ის ცნებაც პავლე რომ ამბობს მოვაძავ ჩემ დაიყავი, ესეც ქრისტეს ცნება ახალი აღთქმისა რომ მივბაძოთ პავლეს ზმანო და დანო. და ჩვენ ვისაუბრეთ პავლეს შესახებ, მაგრამ ვერ ამოვწურე და ვერ ამოვწურა ეს უსაზღვრო თემა, მაგრამ ყოველთვის ხშირად უნდა შევეხოთ პავლე მოციქულის ცხოვრებას, მის ეპისტოლეებს და აი მე მინდა რომ ის დაუმთავრებელი ახლა გავაგრძელოთ, ცოტა კიდევ აღვავსოთ, ესე იგი ეს თემა და ასევე მინდა ძალიან მოკლედ შევეცდები მე ამას ყველაფერს, ასევე დიდი ხსნილია, ქორწინების პერიოდია და ყოველთვის ვეხმიანებით შარშან დიდი ნაყოფი გამოიღო აი ამ ქადაგებების შემდეგ პავლე მოციქულის შეგონებით უპირველეს ყოვლისა, როცა ჩვენ ვთქვით რომ ღვთაებრივი პავლე ამბობს ყოველ კაცს თავის ცოლი ყავდეს და ყოველ ქალს თავის ქმარი. თუმცა პავლე ამბობს რომ იყავით ისე როგორც მე ვარ, ანუ თითქმის განდეგილი მონაზონი, როგორც პავლე შეიძლება უწოდოთ ჩვენ სრულიად თავისუფლად მონაზონი, იმიტომ რომ იგი ზეციური კაცი იყო და არა ამქვეყნიური. ამიტომ ეს, მაგრამ იცის რა პავლემ რომ ამას ვერ შეძლებს უმეტესი ნაწილი სხვებისთვის, უმეტეს ნაწილისთვის განაჩინა ასე რომ არავინ არ დარჩეთ ერში ისე რომ იყო ყოველ კაცს თავის ქმარი, ისა ყოველ კაცს თავის ცოლი, ყოველ ქალს თავის ქმარი ზმანო და დანო. ამ თემასაც უნდა შევეხოთ და ერთი აღმოჩენა, რომელიც მე ზაფხულში ხშირად მომდის ხოლმე, იმიტომ რომ ალბათ ზაფხულში უფრო ვისვენებ, უფრო ვფიქრობ და ერთი აღმოჩენის შესახებ, რომელსაც ბოლოში გეტყვით. მას დავიწყოთ, ზმანო და დანო. თქვენ იცით რომ ხშირად ჩვენ ვისაუბრეთ და იცით თქვენ ქართლის ცხოვრებიდან, ისტორიიდან რომ დავით აღმაშენებელი ყველაზე მეტად კითხულობდა საქმე მოციქულთას, ანუ პავლე მოციქულის ცხოვრებას. რატომ კითხულობდა? და დავითი თქვენ იცით როგორი წიგნის მოყვარული კაცი ხურჯინებით დაატარებდა წიგნებს ზმანო და დანო. და რა საოცარია, მემატიანი მოგვითხრობს რომ როცა ნადირობდა, ახლა როგორ უნდა ინადიროდა და იკითხო, ხო? მაგრამ არის იქ ნადირობისას მომენტები, ხო? აი მაგალითად რომ მოკლავ ნადირს, სანამ მიხვალან, ძაღლები მივლენ, ან ესე იგი აი ეს რაღაც მომენტები არის, ჩამოვიდოდა და ეგრევე კითხულობდა, წიგნს აიღებდა. ომის პირდაპირ ბრძოლა რო იწყებოდა ზმანო და დანო, ბრძოლის ველზე გადიოდა და წიგნს კითხულობდა ჯერ. აი ესე გამოჩნდებოდნენ, ხო? ის უშუალოდ თურქები დაიხრებოდა ქართველთა რაზმი, დავით აღმაშენებლის მეთაურობით, დავითი იჯდა, უკვე აი რომ იდიოდა უკვე. წინ, უკვე რომ უნდა დაეწყოდო, იჯდა ცხენს და კითხულობდა. და ერთხელ მოხდაო ისე მემატიანი ამბობს რომ უკვე შეტაკების დროს ისე წიგნი ეჭირაო და გამოუტაცეთო. წარმოიდგინე. და როგორც კი დამთავრდებოდა ბრძოლა, როგორც კი გადმოვიდოდა და
დაწყებოდა დასასვენებლად ეგრევე წიგნს იღებდა და კითხულობდა. წმინდა წერილებზეა ლაპარაკი. ან წმინდა მამათა სულიერ დარიგებებს ეფრიმე მთაწმინდეულისეულ თარგმნილს იოანე ოქროპირს უპირველეს ყოვლისა და თუ ძალიან იღლებოდაო ძილის წინო და თვითონ ვერ შეძლებდაო თხოვდაო და უკითხავდნენ და ესე იგზინებდა ჭამის დროს აკითხებდა ან თვითონ კითხულობდა ზმანო და დანო ესე იგი დავით აღმაშენებლის ცხოვრება რომელმაც საქართველო აღაშენა ყოველ წამს, ყოველ წუთს კითხულობდა წმინდა წერილს. და ყველაზე მეტათო დავითვალეთო, ყველაზე მეტად წელიწადშიო აღნიშნავდა რამდენჯერ კითხულობდა. ყველაზე მეტათო საქმე მოციქულთას 24-ჯერ კითხულობდა წელიწადის განმავლობაში ამდენი კითხვის შემდეგ, პარალელურად, ყველაზე მეტად. რატომ? იმიტომ ზმანო და დანო, საქმე მოციქულთაში გადმოცემულია პავლე მოციქულის ესე იგი ქადაგება სასწაულები და ის რომ ამ ფიზიკურად ავანტყოფმა კაცმა რა მოახერხა რომ სოფლიო მოაქცია ამიტომ აქ ყველაზე მეტად ჩანს ქრისტეს დიდება ზმანო და დანო ერთ ადგილზე ეუბნება კიდევაც პავლეს შენში მოჩარ ჩემი დიდებაო იმიტომ რომ როცა ესეთი უძლური კაცი ეპილეფსიური მოვლენა ჰქონდა პავლეს ძალიან ხშირად ყოველდღიურად და გარდა ამისა რა ტანჯვაწამებაში იყო და მაინც მოაქცია მსოფლიო აქ ჩანს რა თქმა უნდა არა პავლე მოციქულის ავადმყოფი ფიზიკურად კაცის ძალა არამედ ქრისტეს ძალა ზმანო და დანო თქვენ იცით რამე იდეის განსახორციელებლად რამ ხელაზე წოლა საჭირო ხო რა შვებოდა სტალინი ხო რა შვებოდა ნაპოლეონი რა შვებოდა ალექსანდრე მაკედონელი რას აკეთებდნენ რა ხდება დღეს უჯულებას როგორ გვახვევენ თავზე რას მილიარდები იხარჯება ხო ეს ხო ვიცით ჩვენ აგერ საქართველოში უჯულება რომ შემოიტანა ეს ხო უკვე ნაცნობია ძმაო ეს ხო ზღაპარსარგი ყვები მილიარდები იხარჯება ზმანო და რა ხდება და მაინც ვერ შემოაგვდიდია დამა პავლე მოციქულმა თან რა იდეა დროს ტარების რო იმრუშეთ რაც კიდაც გააკეთეთ ხო რისკენაც ადამიანი მისწრაფებული წესით უნდა აყვეს უფულოდ უნდა აყვეს ხალხი მაგრამ ვერ შვებია ვერც აქ და ვერც ბევრ ადგილზე ზმანო და და ნახეთ რა სასწაულია იქ კი ყველაფერი აკრძალავს გადაგებდა პავლე მოციქული ამას ვერ მიიღებდა მაგრამ მოაქცია მსოფლიო აი ძალა ქრისტესი ამიტომ ეს დაკნინება ეს არ შეიძლება რომ ამას კაცობრიობამ ყურადღება არ მიაქციოს და რატომ კითხულობდა იმიტომ რომ დავით აღმაშენებელი იღებდა ძალას როდესაც კითხულობდა თუ როგორ შეეწეოდა პავლეს ზმანო და დანო ღმერთი თვითონაც მოიზიდავდა ღვთისმაც და აი ამით აღაშენა საქართველოს ზმანო და აი ამ კითხვით პავლე მოციქულის ცხოვრების კითხვით ზმანო და დანო და პავლეს მიბაძვით იმიტომ რომ დავითიც ესეთ გასაჭირში იყო ხო აქ იუდეველები ეხვეოდნენ და წარმართები კლავდნენ პავლეს იქ თურქობა ესეოდა საქართველოს და აი როგორც პავლე გამოიყვანა ღმერთმა გამარჯვებული თავ მოციქულ და დღეს ნახეთ ეგერ პეტრეს ტაძარში პავლე მოციქულია დასვენებული და მილიონობით ასეული მილიონობით ადამიანი მილიარდობით ადამიანი ჩადის და პავლე მოციქულს საფლავს ემთხვევა და ნახულობს და უყურებს ზმანო და დანო აი რა სასწაულია 21-ესა როდის რა გააკეთა პავლემ აი აქედან ამიტომ ზმანო და დანო ჩვენს უნდა საქმე მოციქულთა როგორც დავით აღმაშენებელს უნდა გვეჭიროს საერთოდ წმინდა წერილი და ვკითხულობდეთ ყველაფერს და განსაკუთრებით საქმე მოციქულთას რადგან ასევე იქნება დიდი შეწევნა ჩვენზე ზმანო და დანო დიდი შეწევნა იმიტომ რომ პავლეს ჰქონდა ყველაზე დიდი შეწევნა ღვთისგან ზმანო და დანო აი მე ძალიან მიყვარს ეს წიგნი და მე მინდა ერთი ადგილი წაკითხო რომელსაც მე კულმინაციად ვთვლით ზმანო და დანო რომ სადაც სასწაულად და ყველაზე მეტად ჩანს როგორ შეეწეოდა ზმანო და დანო პავლე მოციქულს ღმერთი ერთხელ პავლე მოციქულმა გადაწყვიტა რომ წასულიყო იერუსალიმში და ეკადაგა და ეუბნებოდნენ მისი მეგობრები მოციქულები მოციქულთა მოწაფეები ეს არ გააკეთო რადგან მოკლავენ შენი იქო იუდეველები მოკლავენ
და პავლემ უთხრა ხალხო რას მაჩერებთ მეო ქრისტესთვის სიკვდილი მინდაო და თქვენ მაჩერებთო და წავიდა და აი რა მოხდა წავიდა და შეიძრა მთელი ქალაქი შეიფყრეს პავლე ძმანო და დანო იერუსალიმში გადაგებდა ტაძარში გამოიყვანეს ტაძრიდან აი ვკითხულობ შეიძრა მთელი ქალაქი ახალი თარგმანი ძველი არაჩვეულებრივია მაგრამ ნუ ეხლა ეს წავიკითხოთ ეს ამოვწერი შეიძრა მთელი ქალაქი და შეიყარა ხალხი შეიფყრეს პავლე ტაძრიდან გამოათრიეს და როცა მოკლა დაუპირეს 1000-ის თავამდე მიაღწია ხმა მთელი იერუსალიმი ამბოხდაო მანაც დაუყოვნებლივ წამოიყვანა მეომრები ხოლო მათ 1000-ის თავისა და მეომრების დანახვაზე თავიანებეს პავლეს ცემას 1000-ის თავმა წამოაყენა იგი და ბრძანა ბორკილებით შეეკრა და ციხეში შეეყვანა ხალხის სიმრავლის გამო მეომრები იძულებული შეიქმნენ ხელში აეყვანათ პავლე ვინაიდან ზღვა ხალხი მოსდევდა და პიროდა მოკალი ეგო ძმანოდა და ნახეთ რა სანახაობა ზღვა ხალხი ალბათ ჩვენ თბილისელებისთვის ადვილი წარმოსადგენია რამდენ მიტინგის მოსწრე ვიყავით 90 წლიდან დაწყებული არ შეწყვეტილა ზღვა ხალხი ძმანოდა დანო და ალბათ უფრო მეტი ხალხი ჩვენ ვინახიეთ ზღვა ხალხი რა და წარმოიდგინეთ ამდენი ხალხი წემს პავლეს ზღვა ხალხი გურთავს პავლეს და კლავს და ნახეთ რა ხდება ვერ მოკლეს ესე იგი ამდენი ხალხი რომ დაგესება და ვერ მოკლავს და ამ დროს მოდის აბსოლუტურად ისეთი ხალხი წარმართები რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პავლემა გაიხვთვის განგება რა არის და წესრიგს დაამყარებენ და რადგან ამდენი ხალხია ზღვა ვეღარ მიყავ პავლე და ხელში აიყვანენ როგორც იმპერატორი აი ესე იმპერატორს ვაიყვანენ და პავლე წარმოიდგინეთ ეს სურათი ამ ზღვა ხალხში რომლებიც აგინებენ ლამძღავენ და მოკლას უპირებენ პავლე ატაცებული აღწერაც არის 200 შუბოსანი 1000 მხედარი აღწერა არის ესე იგი შვილდოსნებიც ესე იგი უამრავი მთელი 1000-ობით ჯარი რომის იმპერიის ჯარისკაცები პავლეს მიაცილებენ ძმანო და დანო როგორც იმპერატორს და ესე შეყავ ციხეში და მე მეფეს მთავარს და მე მეფეს ახვედრებენ ძმანო და დანო აი ეს სასწაული არ არის ძმანო და დანო სასწაული არ არის მაგრამ ყველაზე მთავარი რა პავლეს ცხოვრებაში პავლე იყო ისეთი ადამიანი რომელიც ყოველ დღე ხდებოდა სიკვდილს ის ამბობდა არ მინდა აქ მე მინდა ქრისტესთან აღარ უნდოდა ეს ქვეყანა მაგრამ ქრისტემ დამავალა ქადაგება და სანამ ამ მისიას არ ამოუწრო აქ ვიქნებიო წარმოიდგინეთ ძმანო და დანო და აი ეს არის ჭუის სასწავლებელი ჩვენთვის ქრისტიანებისთვის ძმანო და დანო ჩვენ რატო ვართ გამძიმებული განსაცდელები საერთოდ ეს განსაცდელები მე მიყვირს რომ ზოგიერთმა ერთი ქრისტიანმა როგორ უნდა თქვას რატომ არის განსაცდელი მაგრამ ქრისტიანობასაც თავი რო დაანებო ყველა ადამიანი ხო უნდა მიხვდეს ცხოვრებას რო გადახედოს ისტორიას რო გადახედავს ეს განსაცდელები მუდმივი თანამგზავრია ადამიანის და მე მიყვირს იმ ადამიანს როცა მოვა და იძახის მამა აღარ დამთავრდა განსაცდელი ეს არც დამთავრდება ძმანო და საერთოდ ყოფილა ვინმე რომ განსაცდელის გარეშე ყოფილიყო თვითონ მეფეები ავიდა ძმანო და აი დავით აღმაშენებელი ოქროს ხანა შექმნა კაცმა და რა განსაცდელებში იყო ათეულობით იქ აღარ მახსოვს ზუსტი რიცხვი რამოდენიმე ესე იგი 50-ჯერ გონია სადეს მისი მოკლა რამთხელა განსაცდელი ეს ბრძოლებიც დიდგორი ამ მუსლიმანთა კოალიციის წინააღმდეგ რო დადგებოდი მეფე რო იყავ რამდენი განსაცდელი ძმანო და დავით აღმაშენებელს ბოლო ახალგაზრდა გარდაიცვალა დავით აღმაშენებელი რომ რამდენი განსაცდელი თამარ მეფეს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა კიბოთი უპირნებელის სენი ეს რამხელა განსაცდელი მანამდე რამდენი ქონდა თამარს ოქროს ხანასო აგერ ბოლო მეფეები ერეკლე რო გარდაიცვალა 80 წლის 80 დიდი ჭრილობა დაუთვალეს ძმანო და დანო სხეულზე სხვა ჭრილობები რომელიც განიკურნა ის 100-ობით და 1000-ობით ის სხვა 80 დიდი ჭრილობა დაუთვალეს სხეულზე ძმანო და დანო და რა იყო ერეკლეს ცხოვრება ხო
ან იმერეთის სულ ბოლო მეფე რო იყო სოლომონი იმის ცხოვრება რა იყო ძმანო და დანო რამდენი განსაცდელი მეფეებზე ვამბობ პრეზიდენტები რამდენჯერ გითქვია წარმოიდგინე პირველი საქართველოს პრეზიდენტი ჟორდანია სულ იყო 2 წელი რო შედგება 2 წელი წადით და ცოტა მეტი და მე დევნილებაში გაადა ზვიად გამსახურდია 1 წელიც არ უმეფია პრეზიდენტობაში 1 წელიც არ და ბოლოს მოკლეს ძმანო და დანო შემდეგ ედუარდ შევარდნაძე რამდენი განსაცდელები მარტო ედუარდს ისე ყოფოდა ტანჯვა რომ ზვიადი დაასაფლავეს დაწმინდას რამდენი ტანჯვა ჩვენს უკანასკნელ პრეზიდენტს უკანასკნელს კი არა ესე იგი იმას სააკაშვილს ბოლოს კრიმინალად გადმოძა და ვერ იჭერენ თორემ უკვე დაჭერილია და გამოცხადებულია კრიმინალი მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა ეს უბედურება ავარია შენ ერში კაც რომელსაც ეგონა ქვეყანა აშედა კრიმინალად არის გამოცხადებული პარავად არის გამოცხადებული ქურდად არის გამოცხადებული რამხელა ტანჯვა წამება არაფერს ვამბობ მანამდე რამდენი ტანჯვა წამ ეს პრეზიდენტები და უბრალო ხალხი მეეზოვე რაღა იქნება იმის ცხოვრება მუშის ცხოვრება რაღა იქნება სხვა ხალხის ცხოვრება რაღა იქნება ჩვენი ცხოვრება რა სულ განსაცდელია და აი ძმანო და დანო რა უნდა უყოთ ამ განსაცდელებს რასაც პავლე უშვებოდა ძმანო და დანო ხო სხვა ხალხი ესია პავლეს ეცინებოდა ეს იყო როგორც აი ღუტუნი რომ მოგიღუტუნენ და ეგენი გამსვიმარებლები ხპიროდნენ მოკალეგე და პავლეს ეცინებოდა უბრალოდ ეტირებოდა იმიტომ რომ ძალიან უყვარდა ებრაელი ძალიან უყვარდა და როგორ მაგრამ ამ თვითონ როგორც განსაცდელზე ეცინებოდა რატო იმიტომ რომ ის ყოველ დღეს თვლიდა როგორც უკანასკნელ დღეს და რომ ის შეიძლებოდა ყოფილიყო ბოლო დღე და უნდა გასულიყო ამ ქვეყნიდან და თუ ჩვენ ასე მოვიქცევთ ძმანო და დანო თუ ჩვენ სიკვდილისთვის მოვემზადებით თუ ქრისტიანული ცხოვრებით ვიქნებით და სიკვდილისთვის მოვემზადებით მაშინ ეს განსაცდელი იქნება სასაცილო მაშინ განსაცდელი კი არ დაგვახჩობთ ჩვენ დავახჩობთ და ჩავახშობთ განსაცდელს ძმანო და დანო და ყოველი განსაცდელი იქნება სასაცილო ძმანო და დანო ვისაც ვალი აქვს რატო იტანჯება იმიტომ რომ ავიწყდება რომ კაცო შენ ვალი გაქვს რომ მოკვდე დღეს განთავისუფლდები ვალი ასე რომ ძმანო და დანო აი ესე არის საჭირო ფიქრი როგორც პავლე მოციქული ფიქრობდა და წარმოიდგინეთ რა იყო პავლე მოციქულის ცხოვრება საქმე მოციქულთას მივაქციოთ დიდი ყურადღება ძმანო და დანო და ჩვენი განუყოფელი წიგნი იყოს სულ გვერ აი ახლა წიგნის რა ამბავია წიგნზე ხო რომელიც წიგნი გაიმარჯვებს ძალიან კაი ესო დაიწყეს სვეტო პატრიარქმა დაიწყეს ყველაფერი მოუწოდა ხალხს წიგნიერებისკენ ძალიან კარგია წიგნი ვიკითხოთ ყველა ნორმალური წიგნი აი მე მაგალითად ძალიან მიყვარს საერო წიგნებიდან ვიქტორ ჰიუგოს საბრალო საოცარი წიგნია რატომ მიყვარს ჯერ იმიტომ რომ იქ მოცემული ეს ტიპაჟები ვინც არის ეს არის გით წინა დროში გადაიყვანე გით მომავალში დღევანდელში იგივეა ეს იგივე განსაცდელებია იგივე ტანჯვა-წამებებია და კარგად არის გადმოცემული რა დღეში ადამიანი ყოველი ადამიანი მეფიდან დაწყებული ვინც გინდა იქ უბრალო მაცხოვრებამდე და ბონჟებამდე და იქ რამდენი ვინმე აღწერდა მართლაც საბრალო ადამიანი არაჩვეულებრივი სათაური მისცა ვიქტორ ჰიუგომ ამ დიდებულ წიგნს საბრალო ადამიანი საბრალოა თუ ქრისტიანულად ის არ ცხოვრობს საბრალო ადამიანი მაგრამ ვიკითხოთ წიგნები მაგრამ აი ეს წმინდა წერილი იყოს ჩვენთვის უპირველეს სულ გვერდით გქონდეთ სულ გადავშალოთ სულ ვიკითხოთ და გავძლიერდებით როგორც და ვიცხოვროთ ქრისტიანულად როგორც დავითი გააძლიერა ღმერთმა აუცილებლად მოხდება ეს ძმანო და დანო მე დღეს მოკლედ შევეხმიანები ამ მეორე საკითხს ძმანო და დანო ეს არის ქორწინება გამრავლება ქართველთა მე და ყველას გული შევტკივა ჩვენ ძმანო და დანო რომ რა ხდება საქართველოში ისედაც ცოტანი ვარ ჩვენ
და ნახევარი საქართველოს გავიდა და კიდე გაედინება საზღვარგარეთ. ეს ხალხი ძნელად თუ დაბრუნდება, პატრიარქი სულ ტირის ამ თემაზე, სულ გული უწუხს, მოუწოდებს ზოგს, გაკვირვებულია, რა ქნასო იმ ხალხმა, რა უნდა ქნას, უნდა ჩამოვიდეს. აბა კი, რა თქმა უნდა ეკონომიურად გაძლიერდეს, კი ეს ყველაფერი გასაგებია, მიზანი ეს უნდა იყოს, რომ ჩამოხვიდე და სამწუხაროდ იკარგებ ეს მიზანი და უკვე აღარ უნდა. უკვე ესეც კი არა აქვს აზრად, რომ ჩამოვიდე. ძალიან ბევრს. აი ეს არის ტრაგედია. და ბედნიერია ის, ვინც საქართველოში ცხოვრობს. გაჭირვება შეიძლება კიდევ უფრო ბედნიერია, რომ იცოდეთ, ვიდრე საქართველოში ის, რომელიც ცხოვრობს კარგად. იცით რა? ეს უკვე ჭეშმარიტი ქართველია ძმანო და ის ვინც დიდარია და ცხოვრობს საქართველოში, იცხოვრებს რა ჯობია თუ სიმდიდრე გაქვს ამ ქვეყნად ცხოვრება საქართველოში, ყველა აქეთ მოისწრაფის. აი ხარიბი რო ხარ. საქართველოს გამო არტოვებს საქართველოს, აი შეხარ ნამდვილი ქართველი და ნამდვილი ბედნიერი. მაგრამ ნუ იტყვით ძმანო და დანო, ნუ იტყვით იქ უკვე გამოკითხვაში ესეა რომ სიხარიბია არ შემიძლია ოჯახის შექმნა, ნუ იტყვით ამას. მე ისთვის მოვიყვანე მაგალითი სიბზე ბალავარიდან. როდესაც მეფე დიდის ქალაქს ათვალიერებს და იპოვის ნაგვის საყრელთან გამოქვაბულს, წარმოიდგინე ნაგვის საყრელთან რომ გამოქვაბულს გამოიღებ, ესე უღარიბეს ოჯახს, ცოლს და ქმარს ნახავს იქ, რომლებიც სეკვავდნენ, ხიარულობდნენ, ღეროდნენ, ღვინით სავსე ფიალებს სვამდნენ და გადაირია მეფე და რა უთხრა თავის ვაზირს, მე და ჩემი დედოფალიო სასახლეში ვერ ხიარულობთ ესე, როგორც ეს ცოლ-ქმარი. ამიტომ სიხარიბეს არ აქვს მნიშვნელობა, განწყობას აქვს მნიშვნელობა. ძმანო და დანო, ნამდვილ მეგობარს თუ მოიპოვებ, ღარიბიც რომ იყო, ბედნიერად იცხოვრებ ძმანო და დანო. აი, გუში ვფიქრობდი ესეთ რამს. აი, ღარიბი არაფერი არ აქვს, ხო? და ყავს ცოლ, რომელიც გიყვარს, მოიყვანე ის გოგო, ვინც გიყვარდა და იმ გოგოსაც უყვარხარ შენ. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის. დროს ტარებაც დღეს თანამედროვე დროა ძმანო და დანო, აი გუში ვფიქრობდი, არსებობს 5-10 ლარიანი თუ ლილოში წახვალ 5 თუ არა და 10 ლარიანი მაგნიტოფონი. კაზეტები კიდევ 3 ლარიხის, რაც გინდა, რანაირიც გინდა შეუყვეთ. 13 ლარა შენ გაქვს ისეთ კონცერტს მოისმენ, თქვა რომ ლუდოვიკო მე-14-ს ვერსალში არ მოусმენია ის კონცერტები ძმანო და დანო. რა იყო ლუდოვიკო უნდა შესული აქ შეგვიძლია ყველგან მოისმენ. იქ უნდა სპეციალური ოთახი შესულიყავი და ერთი რა ქვია იმას ქართულად ვიოლინო, სკრიპკა უკრავდა, ეგ იყო და ეგ და მაგას უსმენდა. ან მე ფერტე როიალზე დაუკრავდა კიდევ ერთი, ამას უსმენდა ისე ის ყველაზე კომფორტში მყოფი მეფე, მასზე უფრო დიდ კონცერტს და დიდ სანახაობას ნახავ ძმანო და დანო. დღეს ტელევიზორი და იმ 10 ლარიანი მაგნიტოფონი ძმანო და დანო. ან სად არის სიღარიბე? დროს ტარება თუ გინდა და ჭყალებში ვარ, ასე რომ ძმანო და დანო, ნუ მოიტანთ ამას მიზეზად. შექმენით ოჯახი. აუცილებლად შექმენით ოჯახი და იქნება ღვთის დიდი შეწევნა. მე ზოგი მეუნება 12 შვილსო ვერ გავაჩენო და პატრიარქს როცა გქონდა არის 7 შვილი. მე ეხლა რო ფიქრობ, იცით რა ადვილია 7 შვილი ძმანო და დანო. იცით რა ადვილია? რა არის 7 შვილი ძმანო და დანო. ამიტომ ძალიან ზოგმა იცის უნდა გავიცნო წლები, უნდა უყურო, ესეც არ არის სწორი. ისააკი და რებეკა მათ ერთმანეთი არ უნახია. მაგრამ როგორ უყვარდათ ესეც სიყვარულს მაგალითად შეგიძლიათ მოიტანო. რატო? იმიტომ რომ ისააკი და აქეთ რებეკა ღმერთს მიედნენ და ღვთის მადლით მშობლების ლოცვა კურთხევი შექმნეს ოჯახი. ამასაც როგორც თქვა უნდა ნახოს საცოლე აქ რა კარგი რამეა რომ ანახებენ და თქვა მე გაიცნობ, მაგრამ ესეც რამხელა ხიბლია, როდესაც შენ თქვა რაც მოუვიდა რებეკას და ისააკს სად არის ეს დღეს, მაგრამ ისე თქვა მათ ერთმანეთი არ ენახათ, მაგრამ შეხვედრა მოუთბენლად ელოდებოდნენ ერთმანეთს. მოუთბენლად
ესეც რამხელა რამე რა და მე როგორ შეიყვარს და კიდევ ვიმეორებ შენ გოგონა რომ მოგეწონება ან ქალს გოგოს მოეწონება კაცი ეს კარგია მაგრამ ამაზე არ უნდა დაახმოთ ყველაფერი მიდის მაინც ქრისტიანულ ცნებებამდე თუ ქრისტიანობას დააფუძნებ შენ აი ის იქნება ნამდვილი სიყვარული თორე ეს გარეგნული ბუნება ჩაქრება აუცილებლად ჩაქრება რუსთავებს სხვა ის რაც არ ამაქვს რომ დამავიწყა როგორ ის რაც მაქვს არ მომინდების რაც არ მაქვს ის მინდა აი რა ვეღარ ვიხსენებ და მე ოკასაში იგან რაც არის იგივე წარმოდინდების თუ ვინმეს გაგახსენდათ აი ფილოსოფია რუსთავებს ის რაც გვაქვს აღარ გინდა მოიპოვებ ცოლს იმ ლამას იმ ვინც გიყვარს შენი რო იქნება აღარ მოგინდება ცოტა ხანში მაგრამ როგორ უნდა ვქნათ სიყვარული უნდა გავზარდოთ აი ნახეთ ღმერთი რა ღმერთმა ერთ კაცს ერთი ცოლი ზოგი პროტესტით გამოდის რა არის ესო მაგრამ ამაში მთელი სიბრძნეა ძმან უნდა და აბა ის რა არის გერლფრენდი და ის რო ქვია ის რა არის ძმან უნდა და ის არის ანტისიყვარული ზუსტად ის არის ანტიადამიანობა ზუსტად იმიტომ რომ აქ ნახე როგორ არის ღმერთი გაძლევს რა შენ ცოლს და საზღვარს გიწესებს ეს საზღვარი სინამდვილეში უსაზღვრობაა ძმანო და იმიტომ რომ შენ იმდენად უფრთხილდები ცოლს იმიტომ რომ იცი ეს არის შენი ეს თუ დაკარგე მაშინ რა გამიგე ამიტომ უფრთხილდები და ის ცოლიც გიფრთხილდება და აქ რო საზღვარი არ მიეცა უფალს წარმოიდგინეთ რა იქნებოდა ეს ძმანო და მაშინ ხო იმ წამს ერთ თვეში გაუშვებთ ცოლს ყველა მოვიყვანთ ახალს და ასე შემდეგ რა იქნებოდა სად იქნებოდა მაგალითი სიყვარულისა ამიტომ ძმანო და დანო ეს არის სასწაული რამ რაც უფალმა დაგვიდგინა და ძმანო და დანო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ აი ახლა მთელი 3 თვე არის ხსნილი ქორწინების დრო არის და დაოჯახდეთ აუცილებლად როგორ კატასტროფულად მიდის დრო ან ეს ქვეყანა რა არის ხედავთ რა ხდება ყველგან უკრაინაში ყველგან და საქართველოში ხო მაგერ შიშით გარეთ ვეღარ გამოდის ხალხი ყველა შეიარაღებულია მადლობა ღმერთს თავრობა მიიღო გადაწყვეტილება რომ კაცრად კაცრზომებს მიმართოს აი რა ცხოვრება და რატომ ხდება ესე იმიტომ რომ არ გვასვენებს უფალი იმიტომ ჩვენ ვართ ახალი ისრაელი და არ დაუშვებს უფალი რომ ჩვენ ვიგულავ არ დაუშვებს ყველა ქართველს ვინც დაიწყებს ქრისტიანობის გარეთ ცხოვრებას და საერთოდ არა მარტო ქართველს განსაკუთრებით ჩვენ ქართველებს აუცილებლად ძმანო და დანო აუცილებლად მოვივა 1000 განსაცდელი ის განსაცდელია და მაინც პორნოგრაფიებში ბძვრებით და საზიზღრობებს უყურებთ და თქვენ წარმოიდგინეთ განსაცდელი რო არის ჩვენ ალბათ კაზანტებში გადავეშვებით ყველა დიდია პატარია ბლია ბერია ვერიანა სუპერ ასე რომ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის ძმანო და დანო და აქ კი არ უნდა დავყოთ მადლობა უნდა თქვა წავიკითხოთ საქმე მოციქულთა და ნახოთ რა ხდება ძმანო და დანო მე მინდა ასევე ერთი რამ თქვა კაცმა ცოლს არ უნდა შეუქმნა დისკომფორტი ძმანო და დანო იმ შემთხვევაშიც კი აი თუ შვილი არ აქვს ქალს ან ქმარს არ ყავს შვილი ან ორივეს ერთად ეს ხო დიდი წუხილია ქმარი უნდა დაუთკბეს ცოლს და როგორც ელკანა ანას ესე იგი ეუბნება უშვილო ანას რომელმაც შემდგომ ძმანო და დანო სამუელი წინასწარმეტყველი შვა ეუბნება მე არ გირჩევნი ვარო თუ გინდა 10 შვილსო ესე იგი დისკომფორტი ქონდა ამ ქალსო შვილი არ ყავდა და ქმარი როგორ აწნარებდა ძმანო და დანო რა გინდა შვილი მე არ გირჩევნი ვარო არ გიყვარვარო 10 შვილსო ეს უკიდურეს ვამბობ ძმანო და დანო ყველა სხვა შემთხვევაში ცოლს უნდა ყველაფერი ისე გააკეთო რომ ცოლი ყავდეს კომფორტში და ქრისტიანული გაგებით და ძალიან საიდუმლო ესე დიდას პავლე მოციქული ამბობს
ეს საიდუმლო დიდარს ნიშნავს, რომ ჯვრისწერის მადლი, რომელიც სოლქმარზი მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთმანეთს ესიყვარულებიან და ერთმანეთს არ ხალატობენ. მადლი მოდის და როგორც კი ჩხუბობენ, მადლი ჩერდება. ხო და მიეც საშუალება მათს რომ დაინახო, რა დიდ საქმებს გააკეთებს ღვთის მადლი ძმანო და დანო. და ბოლოს ძმანო და დანო, რაც შეგვირდით, ეს არის ჩემი აღმოჩენა. დაიწყო რა შემოდგომა, ფიქრობდი რომ აი საქართველოში რა კარგია, რა ლამაზია შემოდგომა. და მე მივედი იმ დასკვნამდე რომ საქართველოში რომ შემოდგომა თემს სოფლიოში არ არის ისეთი შემოდგომა. ეხლავე დაგიმტკიცე. საერთოდ აი ეხლა გეოგრაფიულად რო ვილაპარაკოთ, არ ვიცი ეს ტერმინოლოგია ვერც გადავხედე და იმ ფარგლებში, იმ განედებში, სადაც არის საქართველო, იმის ზემოთ რუკას რომ ნახოთ რუკაზე, იმის ზემოთ რუსეთში შემოდგომა არის. იქ პატარა ზაფხულიდან გადადის ზამთარში. ნუ სიმბოლური რაღაც ორკვირიანი შემოდგომა შეიძლება იყოს. ასე რომ მთელ ამ დიდ ტერიტორიაზე ზემოთ კიდევ თუ ავალთ, იქ საერთოდ არაფერი არ არის ზამთარი სულ. აი ამ განედის ზემოთ რო ნახოთ რუკაზე გლობუსზე, ყველგან არა მარტო რუსეთში ნახავთ რომ შემოდგომა არ არის. ეხლა ამის ქვემოთ ვნახოთ, ჩვენი საქართველოს ქვემოთ. აქაც ქვემოთ რომ ნახავთ, იმ ქვეყნებს შემოდგომა არ არის, რადგან იქ უფრო ზაფხული ჭარბობს. და საერთოდ მე მივყევი გონებით, გადავედი ჯუნგლებში, აფრიკაში, იქით ხარეს ბრაზილია, ყველგან იქ ჯუნგლებში და ვიცინოთ, იმიტომ რომ რა ბედნიერი ქვეყანაა, კაცო, რა დიდებული ჩვენი, რომ იქ შეხვა ჯუნგლებში და ან გველი დაგახჭობს, მახჭობებს, ან ვეფხვი შეგჭამს, ან თუ ლამაზი დინარეებია, ლამაზი ტბებია, ჩახვალ და ბეგემოტი შეგჭამს. წარმოიდგინე, რა შემოდგომაზეა ლაპარაკი. კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოვალთ, ნუ არ არის შემოდგომა. აი ნახეთ, მე თვითონ კი არ ვამბობ. ნახეთ, გლობუსი აიღეთ და ნახეთ. დაათვალიერეთ, ტელევიზიით ნახეთ, წიგნებში ნახეთ, იქ როგორ არის შემოდგომა. თუ ჩვენ ზოლს გავუყვებით, აი სახაზავი რომ გადავაკრათ, ესე გავხაზოთ ამ განედზე და ჩვენ ზოლს, ანუ ჩვენ აქეთ გავყვეთ აზერბაიჯანი. აზერბაიჯანის მთელი სილამაზე არის საქართველოს ნუ წართმეულია თუ რა ქვია ტერიტორია. საინგილოს როგორც გაცდება, სულ სხვა ბუნებაა ძმანო და დანო. აღარაფერს ვამბობ, მე იქით ყაზახეთი და იქით შემოდგომა რა უნდა და რა შემოდგომაზეა და რეები და ჩასული თქვა ბოლომდე იქ ჩინეთს იმას გადაჭრი, რაღაც ალბათ ინდოეთის ნაწილი, ეხლა ვერ ვიხსენებ, არსად არ არის შემოდგომა. აქეთ მხარეს რო გაყვები, ერთადერთი ძმანო და დანო, აქეთ ალბათ შეხვდება იქ იტალიის ნაწილი, ესპანეთის, საფრანგეთის, ალბათ სავარაუდოდ და მაინც ჩვენი შემოდგომა ჯობია ძმანო და დანო. და რატო? ერთი რუსეთში ხურზენი რო არ გექნება, წარმოიდგინე რა შემოდგომა, ის შემოდგომა. აქეთ იტალია, უნგრეთი, კიდე აქვთ მეღვინე ქვეყნებია, საფრანგეთი, ესპანეთი, აქვთ ხურზენი, მაგრამ ის შემოდგომა, რა შემოდგომაა ძმანო და დანო, ან იმათ რა უთხარი, ამას რო ვერ მოიფიქრებენ, რომ ჩურჩხელა გაეკეთებენ. და ყველანაირად რო ვიფიქრე, საქართველოს ნაირი შემოდგომა არ არსებობს ძმანო და დანო. არ არსებობს. ამნაირი მრავალჟამია, რაც კახეთში ხდება ძმანო და დანო შემოდგომაზე, ამნაირი რამ არ არსებობს. და გადარეულია ყველა. ამბობენ რომ ერთი ტრაქტორების ქარხნის ზაოდის დირექტორი ჩამოუყვანიათ საქართველოში. გითხარით ალბათ ეს. და უთქვიათ ხუმრობით, მაგრამ ნუ წაიყვანეს, რომ ეხლა ჩვენთან ზავოდობა არის კახეთში. და იცით თქვენ რას ნიშნავს ზავოდობა კახეთში? ეს არის ქარხანას ეძახიან, აი არაყი რო იხდება. და
ოჯახს აქ კახეთში. ნუ კარგ ოჯახი ისეთი ეკონომიურად ძლიერ ოჯახებს განსაკუთრებულად ლამაზად მოწყობილი აქვს და წაუყვანიათ რა თქმა უნდა ესეთ ოჯახში მიიყვანდნენ და უთქვიათ რომ აქ ყველგან ესეთი ზაოდები არის. რა ზაოდზია ლაპარაკობენ რომ შეუყვანია და ეს არახს ასხამს რუსი და ურთხავს თურმე დაასხამს ურთხავს გახარე ნუ ზავოდ იძახის თურმე ჩემი ქარხანაო ეს არის ქარხანაო თურმე გაგიჟებ ნუ ზავოდ იძახო და აი ძმანო და დანო რა არის კახეთი აგიჟებს ყველას რუს ფრანგი რო გაგიჟდება აი ფრანგები იყვნენ ეს მეუფე დავითის ღვინო რო გაიტანეს იტალიელები ფრანგები ნუ ეხლა შეიძლება ის ცნობა არასდროს ვამბობ მაგრამ ფრანგები იყო ვინც გაგიჟდნენ ეს საოცარი ფრანგები ამ ქართულ შემოდგომაზე ძმანო და დანო და ეს ჩემი სიტყვები არა ალექსანდრე დიუმა ამბობს ქართული ღვინო კახური ღვინო ჯობია ფრანგულში თუ არა და წაიკითხეთ მოგზაურობა თუ ვიტყულები მოგზაურობა კავკასიაში და ნახავთ იპოვეთ ეს ადგილი ძმანო და დანო ასე რომ რა ბედნიერებაა რომ სოფლიოში ყველაზე ძვირფასი შემოდგომა ეს არის ძმანო და დანო საქართველოში უთყوارა დამტკიცებული და შემოდგომა კი არის დროის ის წელიწადის ის დრო რომელიც ყველაზე ლამაზი და ყველაზე მშვენიერია ძმანო და დანო ანუ ყველაზე ლამაზი ყველაზე მშვენიერი დრო სოფლიოში არის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მშვენიერი არის საქართველოში ძმანო და დანო ასე რომ ამას წინა ერთ ლოცვაში ესეთი რამ წავიკითხე რომ ღმერთმაო შინაარსი ესეთი იყო გვირგვინა ამ ქვეყანასო მისა გაზაფხული შემოდგომა ზამთარი ანუ ზოგან ხო არ არის საერთო ზამთარი ზოგან არ არის საერთო ზაფხული ესე იგი ამ გვირგვინს მოწყვეტილია ეს ხალხი საქართველო არის ქვეყანა სადაც გაზაფხულია ზაფხულია შემოდგომა ზამთარია და ასე რომ გამოდის ჩვენ ქვეყანას ადგიეს ღვთაებრივი გვირგვინი ყველაზე ძვირფასი ყველაზე ლამაზი და ყველაზე მშვენიერი გაუმარჯოს საქართველოს სახელმწიფოებს შორის ნამდვილ გვირგვინოსან მეფეს დიდება უფალს და გაუმარჯოს ქრისტიანობას რომელიც არის ნამდვილი თავისუფლება ძმანო და დანო და ნამდვილი განთავისუფლება მონობისაგან დიდება უფალს დიდება მის დიდებულ თავმოციქულ პავლეს და როგორც თვითონ ამბობს შევასრულოთ ეს ცნება მობაძავ ჩემ და იყავ დაგლოცო და გავიგე